მოგესალმებით კოლომუანის გამომწერებო დღეს დიდი დღეა იბერია 1999 სლოვანის ბრატისლავას დაუპირისპირდება. ნახოთ როგორ ჩაივლის მატჩი, დიდი იმედი მაქვს ძალიან კარგად ჩაივლის იბერიასთვის, ია ტურე დამწუხრებული წავა სახლში და დიდი იმედი მაქვს ასევე რომ გულშემატკივარი რაც შეიძლება ბევრი მოვა სტადიონზე. ამას ერთად ვიხილავთ ჩვენ. ეხლა კი წავიდეთ სტადიონისკენ და ვნახოთ როგორ განწყობაზე არიან იბერიას გულშემატკივრები და ზოგადად რას ფიქრობენ ჩემზე. აქვე დამავიწყდა მე თქვა რომ რა მაყვირებს. დამავიწყდა მე თქვა რომ არხის გამოწერა არის ძალიან მნიშვნელოვანიო უთქვამთ ერთ დროს ბრძენ ხალხს. აბა ბრძენ ხალხს დავუჯეროთ აუცილებლად. ნახეთ ეს ტიპი კიდე გაიჩითა წინაზე რო თქვა კიკინას მოვიწრიოთ. აბა მათხოვეთ გამარჯობათ. ანუ კითხვა რაში მდგომარეობს ბოდიში? რაში და ორი თნოს მოვიგებთ. კი ბატონო, მე რა გითხარით? აქ შეიძლება ცოტა სადაო ამბავი ხა, ცოტა ნერვიულობ, მაგრამ არ არის გარემო ამისთვის, მაგრამ 2-0 ჩვენ მოვიგეთ პირველი ტაიმი. ხო ეგრეა? პირველ ტაიმში. ხედავ? აი ეს არის. კი ბატონო, მაგრამ მე შემიძლია დღეს შედავდო მაზიანი სრულიად თამაშზე. ჩვენ დღეს კი ზუსტ ანგარის არ გეტყვით, იმიტომ რომ არ მინდა რომ ისო. დღეს მოვიგებთ, და თუ ვერ მოვიგებთ? კიკიდა? გაფიცებ ყველაფრის თავიდან? კიკიდა? აი იბერიას პატარა გულშემატკივართან ერთად ვარ და ხშირად დადიხარ ესე თამაშებზე? კი. აი შემოგვიერთდა მეორე პატარა იბერიელი. შენ რას ფიქრობ დღეს ანგარიში მორჩება, აბა? 2-1 მაქსიმუმ. ნუ 2-1 ფიქრობ ყველა, ხო, მე მგონი. ვა, გენაცვალე, ეთყობა შევთანხმდით წინასწარ. დავაი, აბა ჩვენ ვიცით, ჯიგარი. სლოვანიც მოვიდა. Такая ситуация. Запомните, удача любит смелых и сильных. Все. Еще ближе, все вместе. Давай, Жора. Иберийская Давай, начали. Гол! გაუქმეს. აუ, ისეთი მაგრატელა შეგვიგდეს ახლა. 2-0 ვაგებ პირველ ტაიმში. Ушени. Поимеш. Აბა. ეს არის თარსი ადამიანი. აი ამის გამო გავიდა გოლი. აბარა! კობუ! ეგრე რა! მიდი გაუქმესე! საბა გაუქმესე! მეორე გოლი გაუხდა უკვე. დაიტანე რა ბარემ რა! დასრულდა 2-0 დამარცხდით, ბევრი მომენტი გქონდა, მაგრამ არ გაგვიმართლა. მადლობა გულშემატკივარს, რომ ძალიან ბევრი გულშემატკივარი იყო მოსული დღეს და დიდ მადლობას გადაგიხდით თითოეულ თქვენს. აი
დადგა ის მომენტი, როცა განმეორებით მატჩზე მივდივართ ბრატისლავაში და ეს ტიპიც მოდის ყველგან ჭამს საერთოდ. მაგრამ თავარია ეს ლოგოები. ვახ, არ არის შენი? სად მივდივართ? უთხარი ხალხი. ჩვენ მივდივართ მოკლედ ბრატისლავასთან გვაქვს თამაში. არლო. ჩამოვახციეთ ეხა ვენაში, ჩემი ხმა არ მესმის და იმედია თქვენ გესმით. და აქედან ვენადან მივდივართ ეხლა მინივენით ბრატისლავაში და თურმე 42 წუთის სავალზე ყოფილა აეროპორტიდან. 41? 51. ვა, რანაირი ის არის რიცხვი. კარგი და სასტუმროდან გვექნება პირდაპირ ჩართვა. სასტუმროდან იქნება თქო კი ვთქვი, მაგრამ მოდი აბა ცოტა ვენა დაათვალიერეთ. ეს გარედან შემოვიდა ხმა. აი ვენა ესეთია. რა მასია, ლა 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 ლა. მოვახციე სტადიონზე. ეხლა ვარჯიშაა და არებენ ბიჭები და ძალიან კაი გარემოა რა. ხამივით ვარ იმენა აი. ლამა სტადიონებზე ვარ ხამივით. და მოვლილზე. სიამოვნებით ვითამაშებდი აქ. შემეხმიანეთ სლოვანის ისინო იბერიასთან კონტრაქტი მიმთავრდება და მაინც რა იცით რა ხდება. როგორც გავიგე ბრატისლავის ზოოპარკიდან გამოიქცა ერთი ცხოველი და დღევანდელ ვარჯიშს ესწრება და 1-2 სიტყვით შეგიძლიათ შეგვიფასოთ დღევანდელი ვარჯიში? თუ ცრიან ბალახზე ფეხში შველა არ გაიარე რა მამული. აი ეს ზღვის ლომი გამოეპარათ. თუ აი რა სამარცხვინო რაღაც ქენი გთხოვრო ხალხს მოუყვე. საუთო მაგიდა რო ჩადე ლოგინში შუაში გამყოფათ. რო გეშინო ჩემი შეხების. მეგობარნო, რუმ ტური არ გაგვიკეთებია და რიმტირი ტარიტარო. აბა ვნახოთ, შემოდიხარ ოთახში. წეგან ვიბანილავე, ვაიმე, ვაი. აი, ესე. აქეც აფირფარეშო. კარგი, აბა, გადავიხედოთ, ხედი როგორი გვაქვს. აი, ხედი გვაქვს ესეთი, სკოლას გავს. აქაურობა. სხვათა შორის მომწონს, რომ ეს არ არის ძალიან მაღალი კი არა, მაღალი საერთოდ არ არის. ეს სასტუმრო 8 სართულიანია, ზემოთ კარგი ვერანდაც არის და რა ვიცი, მოკლედ, აბა 10-დან რამდენს დავუწერდით? მე 10-დან დავუწერდი სადღაც 6-7-ს. აი მოვედით ეხა გასახდელში და მოდი დავათვალიეროთ სლოვან ბრატისლავას გასახდელი. ეს არის ტატაშა, სალამი ტატაშას. და აი აქედან როგორც ყოველთვის, აი ესე. ყველაფერი ლამაზად. აქეთ. Спокойно своему ряду. არაფერზე არ ენერვიულოთ, თქვენ ამ ნერვიულობამ ხელი არ უნდა შეგიშალოთ. Абстрагируйтесь от этого стадиона. Просто играйте в свой футбол. Ничего не თქვენი бойтесь. თამაში, ითამაშეთ, Будьте რაც არ смелыми. უნდა მოხდეს, თქვენი თამაში დაიჭირეთ და ყველაფერი კარგად იქნება. Будьте смелыми, хорошо? გაბედულად მუხტის კონტროლში. Давай, Жора.
უკვე სიგეჟე ხდება, დაიწყეს პირველივე წუთებიდან თავისი გუნდის გულშემატკივრობა და იმედია დავამწუხრებ თავიდანვე რა. დაიწყო სიმღერა, შემიხმა არ ვიცი რამდენად ისმის, მაგრამ აქ უკვე მთელი სტადიონი მღერის რა. ნახოთ აბა რამდენი ხანი იმღერებენ. ესე იგი შოუ აქვს მოპარული ჯერჯერობით რა. რაღაცა ის აქვს გასაჭიმი, აგერ მაგრამ რას ჭიმავენ არ ვიცი. ისრიან ამ რაღაცებს და თავთან ჩამიფრინეს. თავში რომ მოხდეს, სად მიდიხართ, ბიჭო, სად გამექცევით, რა? გაგვიტანესა მთელი სტადიონი კაშტებს იქნევს. დაიწყო მეორე ტაიმი და ეხა მაკარას მოუწევს იქ ყურების ატკიება, იმიტომ რომ არ გაჩერებულან, ხო განახეთ, რასაც აკეთებდნენ მთელი თამაში. გოლი ვერ გადავიღე, ვაიმე. სიხარულაშვილმა გაიტანა და ვერ გადავიღე, ბიჭო, გოლი. არ ვიცი, ცხენია, გეხვეწები სიხა მეორეც რო გამოვასწორო შეცდომა. ვაიმე. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქართულ გულშემატკივარს, რომელიც მოსული იყო დღევანდელ თამაშზე. საკმაო რაოდენობის ქართველები იყვნენ, უბრალოდ კარგად ვერ დავაფიქსირე, რაღაც ბარიერის, აი ამ ბარიერის უკან დგანან და დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს. აი ბიჭებიც მადლობას უხდიან ქართულ გულშემატკივარს, რომელიც მოვიდა დღეს და ტრიბუნიდან ამხნევებდა ჩვენს გუნდს. დასრულდა შეხვედრა 1-1, ორი მაჩის ჯამში 3-1 დავმარცხნით. გასვლაზე არ წავაგეთ თამაში. შეიძლებოდა რა მეორე ტაიმის დასაწყისშივე გავიტანეთ და მერე ვეღარ მოვახერხეთ უბრალოდ ანგარიშში სკლაობით შეტანა რა. გადავდივართ ახლა ევროპა ლიგაზე, სადაც დაუპირისპირდებით ჩრდილოეთ ირლანდიურ ლარნეს და ფიქრობ, რომ ლარნეს ბარიერი აუცილებლად უნდა გადავლახო. ლარნეს გადალახვის შემთხვევაში შეგახსენებთ, რომ იბერია გარანტირებულად კონფერენს ლიგის ჯგუფშია. და ნუ აქამდე რა თქმა უნდა ევროპა ლიგაზე აგრძელებს მონაწილეობას. ჩემპიონთა ლიგა წელს არ გამოვიდა. დაველოდოთ შემდეგ წელს.